მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ექიმი გვირჩევს და მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ექიმი, ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგი ქალბატონი თამარ ვაშაკიძე და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბავშვებში მეტყველების ენა და მეტყველების შეფერხებასთან დაკავშირებით. მოგესალმებით ქალბატონო თამარ და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მე მადლობა მოგახსენებთ ჩემი მოწვევისათვის და ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ ისეთი აქტუალური თემის გაშუქებისათვის, როგორიცაა ენა და მეტყველების განვითარების შეფერხება. მადლობა. ქალბატონო თამარ, პირველი კითხვა ეს ეხება ზოგადად რა ფორმით ვლინდება ბავშვებში ეს მეტყველების შეფერხება და ზოგადად რა ტიპის მეტყველების შეფერხებას ხვდებით, ვინაიდან ალბათ მშობლებისთვის ერთ-ერთი აქტუალური და საინტერესო თემაა დღესდღეობით. კი, დაგეთანხმებით, საკმაოდ აქტუალური თემაა და ძალიან გახშირებული ამ კუთხით მომართვიანობა და მრავალფეროვანი დარღვევებით მოგმართავენ მშობლები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თავში მაინც კიდე ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ საერთოდ ენა და მეტყველება ეს არის ფუნდამენტური საურთიერთობო საშუალება ადამიანებს შორის და როცა აქ იქნება პრობლემა დამთანხმებით, რომ ეს ქმნის სირთულეებს როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ურთიერთობებში საზოგადოებაში და პროფესიულ კარიერაზეც კი ახდენს გავლენას. ამიტომ ამის დარღვევა, ენა მეტყველების დარღვევა, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. და ახასიათებს მრავალფეროვანი გამოვლინებები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გამოვლინებები მრავალფეროვანია, მაინც ძირითადად დაყოფილია ორ დიდ ჯგუფად. ეს არის მეტყველების დარღვევა და ენის დარღვევა. ამიტომ ხშირად განვიხილავთ ენა მეტყველების დარღვევას. თვითონ ესე იგი მეტყველების დარღვევა გულისხმობს დარღვევას, როდესაც დარღვეულია ცალკეული სიტყვების, ცალკეული ბგერების წარმოთქმა. როცა ადამიანი საუბრობს, მაგრამ მისი მეტყველება გაუგებარია სხვისთვის, თვითონ ფიქრობს, რომ საუბრობს, სწორად წარმოთქვამს გარკვეულ სიტყვებს, მარცვლებს, მაგრამ უმეტესი ნაწილი გაუგებარია სხვა ადამიანისათვის. ამაში არის მე კიდე სხვა ფორმები და განვიხილოთ და არის კიდე მეტყველების მეორე დიდი ჯგუფი, ეს არის ენობრივი დარღვევა. როდესაც თითქოს სიტყვათა მარაგი არის, თითქოს არ ჩამორჩება დიდად ასაკობრივ ზღვარს სიტყვათა მარაგი, მაგრამ ვერ ხერხდება საკუთარი ემოციის, საკუთარი სურვილის და საკუთარი გამოცდილების გაზიარება ადამიანის მიერ ვერ აყალიბებს წინადადებებს სწორად და ამ სიტყვათა მარაგს კონკრეტულ გარემოში ვერ იყენებს. ეს არის უფრო ენობრივი განვითარების შეფერხება. თანამედროვე ბავშვებში ძალიან ხშირია ის, რომ სიტყვათა მარაგი თითქოს ბევრია და თან არის ხოლმე არა მარტო ქართული სიტყვები, არა უცხოენიდან შემოსული სიტყვები და ჯამში სიტყვათა მარაგი დიდია და მშობლები ხშირად თავს იწონებენ, რომ ჩემმა შვილმა იცის ბევრი ენა, იცის ინგლისური სიტყვები, იცის რუსული სიტყვები, იცის ქართული სიტყვები, მაგრამ კომუნიკაციისთვის ამ სიტყვებს ვერ იყენებს. ეს პრობლემები ხშირად გვხვდება და განვიხილოთ ეხლა თითოეული ეს ფორმები, რომელიც ამ ორ დიდ ჯგუფშია გაერთიანებული. მეტყველების განვითარების ყველაზე ხშირი დარღვევა, რაც ყველაზე ხშირად გვხვდება და რაც დამეთანხმებით ყველა ჩვენთაგან შევხედოთ, ეს არის არტიკულაციის დარღვევა, როდესაც დარღვეულია ერთ-ერთი ფორმა ესეთ მეტყველების დარღვევის, როცა დარღვეულია ცალკეული ბგერის სწორად წარმოთქმის უნარი. ამათში კიდე ყველაზე ხშირია სისინა და შიშინა ბგერებს, როცა ვერ უკეთებენ დიფერენცირებას და მაგალითად სს და შუასოს ერთნაირად წარმოთქვამენ და არ არის მათ შორის დიფერენცირება. არის კიდე უფრო ხშირია ალბათ ლს და რს დიფერენცირება. ეს ძირითადად სუფთა არტიკულაციური დარღვევებია და თუ არ არის სხვა პრობლემებთან დაკავშირებული, ადვილად შედარებით ადვილად გამოსწორებადი პრობლემა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი. არის აგრეთვე ფონაციური დარღვევები. თითქოს სწორად წარმოთქვამს ცალკეულ სიტყვებს, მაგრამ ფონია დარღვეული, საუბრობს ისეთი გაურკვეველი ფონაციით, რომ მაინც შეუძლებელია ზოგჯერ გაარჩიო თუ როგორ მეტყველებს და რას მეტყველებს. ძალიან ხშირია ასევე ბავშვებში ენაბორძიკობა. არა მარტო ბავშვებში, დიდებშიც, მაგრამ ახლა აქცენტს მაინც ბავშვებზე ვაკეთებ. ენაბორძიკობის დროს რა, როდესაც ჩვეული რიტმული მეტყველება დარღვეულია, ანუ ჩვეულებრივი დინებით არ მიდის მეტყველება და არის პაუზები კიდე, არასწორი პაუზები, მარცვლებს შორის, სიტყვებს შორის, ასეთ დროს ხშირად ერთი და იგივე მარცვალს რამოდენიმეჯერ იმეორებს ადამიანი და აკეთებს პაუზებს იქ, დიდ პაუზებს იქ, სადაც არ უნდა კეთდებოდეს პაუზები. და ეს ხშირად უფრო ფსიქოემოციურ სტატუსთან არის დამოკიდებული და ხშირად თან ახლავს, როცა ხდება საჯარო გამოსვლა ბავშვებში ხშირად, როდესაც
გამოიძახებენ და კლასში უნდა წარდგეს, ან ბაღში სიტყვით უნდა გამოვიდეს, რაღაც ლექსით უნდა წარდგეს, ხშირად აი ესეთ დროს ვლინდება და ესეც ძალიან ხშირია, ამის გამოც ხშირად მოგვართავენ მშობლები. თუმცა მეტყველების სხვა უფრო რთული დარღვევებიც გახშირთ ამ ბოლო დროს გამოვლინებებით, ესეთი რთული გამოვლინებები შედარებით ეს არის ალალია, როდესაც საერთოდ არ არის მეტყველება, დისლალია, როდესაც არის მეტყველება, მაგრამ მეტყველება არის მწირი, სიტყვათა მარაგი ღარიბია, არის აგრეთვე დიზართრია, როდესაც ბავშვი ნორმალურად ლაპარაკობდა, მაგრამ იყო რაღაც გარკვეული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ნერვული სისტემის რაღაც მძიმე დაავადება გადაიტანა და ნარჩენი მოვლენების სახით დარჩა მეტყველების დარღვევა და მოტორულად ვერ ახორციელებს იმ სიტყვების წარმოთქმას, რა სიტყვებიც უნდა. ამ დროს ხშირად დაზიანებულია საარტიკულაციო კუნთები და სწორედ ამის გამო ვერ ახერხებს სწორად მეტყველების ჩამოყალიბებას. მეტყველების დარღვევის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა კიდე რინოლალია, როცა ესე თქვა ცხვირის მიერად საუბრობენ, მეტყველება ამ დროს თუმცა გარჩევადია, მაგრამ მაინც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ეს. ერთ-ერთი კიდე ხშირი ესეც მეტყველების განვითარების დარღვევაში შედის, ეს არის ხმის ტემბრის შეცვლა და ჩახლეჩილი ხმა კიდე, რომელიც ხშირად ბევრ ადამიანს ემართება აი ვირუსული ინფექციების დროსაც, ესეც მეტყველების დარღვევა, თუმცა არამყარი და ადვილად იკურნება და ვირუსის დამთავრებასთან ერთად ეს ლაგდება, მაგრამ გადის მეტყველების დარღვევებში ესეც და რაიმე სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ ესეც მეტყველების დარღვევა და ამიტომ მინდოდა აღმენიშნა. აგრეთვე არის ტაქილალია, როდესაც აჩქარებულია მეტყველება და იმდენად ჩქარად საუბრობს, რომ ვერ ხდება ადამიანის აზროვნება, ასე ვთქვათ, ვერ ეწევა და მაინც გაუგებარი რჩება მეტყველება. არის კიდე ბრადილალია, როდესაც ძალიან ნელა მეტყველებს და გაჭიანურებულია მეტყველება. მეტყველების ერთ-ერთი კიდე თავისებური ფორმა არის შერჩევითი მუტიზმი. როდესაც ეს ბავშვებშია ძალიან ხშირად გავრცელებული, როდესაც ბავშვი თითქოს კი არა, კარგად საუბრობს დედასთან, ან ოჯახის რომელიმე წევრთან, მაგრამ საერთოდ არ საუბრობს ბაღში, ბავშვთა გარემოში, ნათესავებთან. ესეც ფსიქოემოციური სტატუსის ცვლილებებთან არის დაკავშირებული, მაგრამ საკმაოდ ხშირად ხდება ამ ბოლო პერიოდში. ცოტა მოგვიანებით კიდევ ვლინდება მეტყველების ისეთი დარღვევები, როგორიც არის პირდაპირ მეტყველებასთან კავშირში არ არის, მაგრამ მაინც ბევრ ლიტერატურაში მეტყველების დარღვევასთან ასოცირებენ ისეთ დარღვევებს, როგორიცაა დისლექსია და დისგრაფია. როდესაც ბავშვი ჩვეულებრივად მეტყველებს, მაგალითად დისლექსიის დროს, მაგრამ ვერ ახერხებს სწორად წაკითხვას. ან ვერ კითხულობს, ან მარცვლებს ანაცვლებს, ან მარცველში ხმოვანს და თანხმოვნებს, ატრიალებს და არასწორად ამოიკითხავს და მისი ერთ-ერთი სახეობა, მეტყველების დარღვევის კიდე ერთ-ერთი სახეობა დისგრაფია, როდესაც კითხვით კარგად კითხულობს, მაგრამ ვერ ახერხებს სწორად აწერას. ანუ წერის დროს მარცვლებს არასწორად წერს, ან ანაცვლებს ამათ. ეს ცოტა უფრო გვიან სასკოლო ასაკში ვლინდება, მანამდე ამის გამოვლინება არ ხდება, მაგრამ ესეც განიხილება როგორც მეტყველების დარღვევა. ეხლა ეს რაც ეხებოდა პირველ ჯგუფს, რომელიც ძირითადად გამახსენდა, თორე თუ კიდე ჩავშვრეთ შორს სწავლათა კიდე ბევრი გამოვლინებები აქვს თვითონ მეტყველების დარღვევას. მაგრამ მეტყველების დარღვევის მეორე ჯგუფი არის უფრო ენის დარღვევა. ენის დარღვევაში იგულისხმება რა, როდესაც ადამიანი ვერ გამოხატავს თავის აზრს, ვერ ყვება ამბავს. ამაში განარჩევენ კიდე ძირითად ჯგუფებს. ეს არის ექსპრესიული მეტყველების დარღვევა. სწორედ აქ არის ის, რომ ადამიანი კარგად გებულობს მიმართულ მეტყველებას, მაგრამ თვითონ ვერ აყალიბებს თავის აზრებს და ვერ გამოხატავს თავის სურვილებს. და ამის საპირისპირო არის ისეთი ენობრივი დარღვევა, როგორიცაა რეცეპტული მეტყველება. როდესაც ადამიანი ვერ იგებს მიმართულ მეტყველებას და ხშირად იქნება ისეთი საპირისპირო თითქოს არ გისმენს, თითქოს უყურადღებოა, თითქოს გაფანტულია. ამ დროს თავისუფლად შეუძლია წაიკითხოს, კითხულობს გამართულად, მაგრამ ვერ აღიქვამს სხვის მიცემულ ინსტრუქციებს და ეს ძალიან მარტივად ვლინდება, როცა ვაკვირდებით, რომ ბავშვი აძლევს მარტივ დავალებებს, განსაკუთრებით ორსაფეხურიანი დავალებებით მოვეცით, იქ უკვე გამოვლინდება, რომ აი ვერ ასრულებს, ვერ გებულობს და ესეც მეტყველების ერთ-ერთი ხშირი დარღვევა. ეს ძირითადი ჯგუფები, რომელზედაც მინდოდა ყურადღება გამომახვილება. აი საკმაოდ მრავალფეროვანი სპექტრი ჩამოითვალა მეტყველების დარღვევასთან დაკავშირებით და ალბათ მშობლებისთვის საინტერესო იქნება რა
რა უნდა მიანიშნოს, რომ რა საკიდან უნდა დააკვირდნენ ბავშვებს, აქვს თუ რა რაიმე დარღვევა, ანუ კონკრეტულად რაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, რომ აღმოაჩინონ, აქვს თუ რა რაიმე შეფერხება მათ შვილს. ხო, დიახ, ესეც საინტერესო შეკითხვაა. იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ მშობლები არიან პირველ სადარაჯოზე მშობლები დგანან, რომ აი მშობელმა უნდა მიაქციოს პირველ რიგში ამას ყურადღება, იმიტომ რომ ბავშვთა ასაკში ხშირად მეტყველების გამოვლინების დარღვევა რთული არის სპეციალისტისთვის, როცა ახლა ბავშვი მიდის ექიმთან ან სპეციალისტთან იმოცხო გარემოში, იმ არის ხშირად მორცხობა, ხშირად მიუღებლობა, არ უნდა იმ გარემოში საერთოდ კომუნიკაციის შემოსვლა და შეიძლება სწორად ვერ შეფასდეს. ამიტომ პირველი აქცენტი და პირველი ყურადღება სწორედ მშობელმა უნდა გაამახვილოს და ეხლა რაზე გაამახვილოს ყურადღება. მეტყველების განვითარებაც ეს არის ინდივიდუალური გრაფიკით მიმდინარეობს. ეხლა ყველა ზუსტად გაწერილი გრაფიკის მიხედვით არ იწყებს საუბარს და ამიტომ ცოტა რთულია დიფერენცირება, მაგრამ არის გარკვეული ჩარჩოები, რომელსაც უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება და აი ამ ჩარჩოებს ძალიან არ უნდა გადასცეს, ესე ვთქვათ. პირველი ეს არის სულ პატარა ასაკში, აი ჩვილობის ასაკიდან უკვე მალევე, აი 0-დან 3 თვემდე პირველი დარღვევა ეს არის ღუღუნის დაგვიანება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აი თუ ბავშვმა ღუღუნი დააგვიანა, იმასთან აუცილებლად მოხდება მომავალში მეტყველების განვითარების შეფერხება. შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ერთ-ერთი პირველი ნიშანი შეიძლება იყოს და მერე უნდა მოხდეს უბრალოდ დაკვირვება ამ კონკრეტულ ბავშვზე. ანუ 0-დან 3 თვემდე ღუღუნის დაწყება, სადღაც 5-6 თვის ასაკისთვის უნდა იწყებდეს ცალკეული ბგერების წარმოთქვას, ბაბა, და წარმოთქვამენ ესეთ ბგერებს, თუმცა ეს არ არის მიზანმიმართული სიტყვა, შეიძლება ზოგჯერ მშობელმეც ითქვა, რომ ეჩემ შვილმა 6 თვის ასაკში დედა დამიძახა. ეს არ არის, რა თქმა უნდა, მიზანმიმართული დედა, მაგრამ ეს არის პირველი ბგერები, რომელიც ძალიან კარგია, რომ ამ ასაკში განვითარდა და ამაზე მე უნდა დააშენდეს ნამდვილი ენამეტყველება, მაგრამ პირველი ბგერების წარმოქმნა ჯერ კიდე 5-6 თვის ასაკში უნდა დაიწყოს ღუღუნი უკვე გადადის ცალკეული დიფერენცირებული ბგერების წარმოთქვას. მერე ნენელა ეს ბგერები მრავალფეროვანი ხდება და უკვე დაახლოებით წლის ასაკისთვის, წლის და 3 თვის ასაკისთვის, მაქსიმუმ წლის ნახევრის ასაკისთვის ბავშვში უკვე უნდა იყოს რამოდენიმე მარტივი სიტყვა. უკვე მიზანმიმართული. უნდა იყოს დედა, მამა, ბაბა, ან შეიძლება ჩანაცვლებული იყოს რომელიმე სხვა მარტივი სიტყვებით, მაგრამ რამოდენიმე სიტყვა მაინც 1 წლის ასაკისთვის უნდა იცოდეს. უნდა წარმოთქვამდეს და ასევე უნდა იცოდეს მნიშვნელობა. დაახლოებით წლის ნახევრის ასაკის ბავშვმა უნდა იცოდეს მითითებები. მაგალითად, სადა გაქვს თვალი, სადა გაქვს ხვი, როცა ამას ვერბალურად მიმართავ. ხშირად მშობლები გვეუბნებიან, რომ აი იცის ჩემმა შვილმა, მაგრამ რო ეკითხები, აღმოჩნდება, რომ ჟესტებით მიანიშნებს დედა, რომ სადა გაქვს ცხვირი და თვითონ ასე თქვათ იდებს თავის ცხვირს. ეს არ არის ვერბალური მეტყველების განვითარება. ეს არის არავერბალური კომუნიკაციის განვითარების ერთ-ერთი სახე და კარგია, რომ ესეც არის, მაგრამ კონკრეტულად მეტყველების განვითარებას ეს არ მიუთითებს, როცა მარტო ჟესტებით აკეთებ, ინიშნებს, როცა სიტყვიერად მიმართავ ბავშვს, სადა გაქვს თვალი, სადა გაქვს ყური და ამას სწორად უჩვენებს, ეს ნიშნავს, რომ მეტყველების განვითარება კარგად მიდის და თუ აქ ამჩნევს მშობელი, რომ ეს დააგვიანა, რა თქმა უნდა, უკვე იწყებს ყურადღების მიქცევას და რთავს სპეციალისტს. ასევეა 2 წლის ასაკისთვის. უკვე სიტყვათა მარაგი უნდა იყოს საკმაოდ მდიდარი, მინიმუმ 20-30 სიტყვა მაინც უნდა იცოდეს დაახლოებით 2 წლის ბავშვმა და თან უნდა შეეძლოს აი მარტივი სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა. მაგალითად, მინდა დედა, შეიძლება მინდა გამოტოვოს სიტყვაზე რომელიმე ისე, მაგრამ მინდა დედა, მიახლოებით მაინც სწორად კონტექსტში უნდა გამოხატავდეს ამას. შემდეგ უკვე ხდება მეტყველება მრავალფეროვანი 3 წლის ასაკის ბავშვი უკვე უნდა ყვებოდეს ამბავს ცოტა უფრო მრავალფეროვანი ლექსიკით და მერე რაც უფრო ასაკი ემატება ლექსიკა უფრო მდიდარი უნდა იყოს და უფრო მრავალფეროვანი აღწერილობით უნდა გადმოსცემდეს ამბავს. აი თუ ამ ეტაპებზე შეამჩნია დედამ, რომ სიტყვათა მარაგი ღარიბია, რომ მეტყველება განვითარდა გვიან, ამას უნდა მიაქციოს ყურადღება, რამდენად სწორად წარმოთქვამს თუნდაც მარტივ ბგერებს, რამდენად გრამატიკულად სწორად წარმოთქვამს, აი ამ ყველაფერს უნდა მიაქციოს ყურადღება. ხშირად გვხვდება ამ ბოლო დროს, როდესაც ბავშვები 4-5 წლისანი მოყავთ და საუბრობენ მარტივი წინადადებებით და თან საუბრობენ ყოველთვის მესამე პირში.
შენ გინდა, როცა მას წყალი უნდა მოსწრო, შენ გინდა. აი ამასაც უნდა, აი გრამატიკის, სწორად არა საუბარი ხარ რთულ გრამატიკულ წინადადებებზე, მაგრამ მარტივი წინადადების სწორად ფორმირებაზე მე მინდა, შენ გინდა, მას უნდა, ამის დიფერენცირება უკვე 4-5 წლის ასაკის ბავშვს თავისუფლად უნდა შეეძლოს. თუ აი აქ ხედავენ პრობლემას, აი ამაშიც უნდა შექმნან გარკვეული ჩანაწერები, ჩაინიშნონ რა არ მოწონთ თავიანთ შვილთან ამ კუთხით და შემდეგ უკვე მიმართონ სპეციალისტს. და ძირითადად ქალბატონო თამარ რა ხდება მეტყველების შეფერხების გამომწვევი მიზეზი? დღესდღეობით შეიძლება ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენდეს ამაზე ზეგავლენას. საბედნიერო თუ სამწუხაროდ არც, მაგრამ მეტყველების განვითარებას შეფერხებას ერთი მიზეზი არ აქვს. როგორც წესი, აქ მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი მიზეზი არის კი გენეტიკური ფაქტორები, მაგრამ ასევე არანაკლები მნიშვნელობა აქვს გარემო ფაქტორებსაც. გარემო ფაქტორებში გულისხმება ის, რომ როგორი იყო დედის ორსულობა ამ ბავშვზე, იყო თუ არა გარკვეული დარღვევები, იყო თუ არა ჩარევა ორსულობის შეწყვეტასთან ხო არ იყო სირთულეები, ან თვითონ მშობიარობის პროცესი როგორ წარიმართა, იყო თუ არა გართულებები, როგორ გაიარა ახალშობილობის პერიოდი, რა სირთულეები გამოვლინდა ამ დროს თუ არ გამოვლინდა. ყველა ამ ეტაპზე, ანუ პრენატალურ, ინტრანატალურ და პოსტნატალურ ამ გულისხმება მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდგომ ახალშობილობის პერიოდში რა პრობლემები გამოვლინდა. ყოველთვის ჩვენ ტრადიციულად მშობელი მოდის ვეკითხებით ამ პერიოდში მიმდინარეობს როგორი ქონდა ორსულობა და ეს ყველა შემდეგი ფაქტორი. თუ ამ პერიოდში გამოვლინდა რაღაც გარკვეული ინფექციები, გარკვეული სირთულეები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს თავის ტვინის განვითარებაზე და თავის ტვინის განვითარების ერთ-ერთი ფაქიზის სფერო ეს არის მეტყველების განვითარება და ხშირად ეს ხდება ხოლმე მიზეზი შემდგომში მეტყველების განვითარების შეფერხების. ასევე გავლენა აქვს არა მარტო ამ პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს, არამედ გარემო ფაქტორებსაც. გარემო ფაქტორებში რა იგულისხმება? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის კომუნიკაციის დეფიციტი, როდესაც დღევანდელ დაძაბულ სიტუაციაში ხშირად მშობლები, ასე ვთქვათ, დაკავებულები არიან თავიანთი საქმეებით, ჯერ სამსახურებრივად, მერე სამსახურებში რომ მოდიან სამსახურებიდან, ხშირად არიან ჩართულები ონლაინ კომუნიკაციაში სხვებთან და ხშირად ბავშვი რჩება კომუნიკაციის მიღმა და ხშირად აი ამ ბავშვებს ასე ვთქვათ ამშვიდებენ და აწნარებენ გაჯეტების დახმარებით. აი ესეც არის, ანუ გაჯეტებთან მიჯაჭვულობა, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მეტყველების განვითარების შეფერხებას უწყობს ხელს. და თან თვითონ გაჯეტიც თავისთავად ბავშვისთვის ძალიან საინტერესოა, ხო? იმიტომ რომ არის ბევრი კადრის სიხშირის ცვლა, არის ფერთა გამა ძალიან მრავალფეროვანი, ხმაც საინტერესო, მკვეთრი, ეს იზიდავს მას და ხშირ შემთხვევაში მისი სამყარო იქ უფრო ფერადია, ვიდრე ის სამყარო, რომელშიც რეალურად არის, როცა ოჯახის ყველა წევრი რაღაც თავისი საქმით არის დაკავებული და ბავშვისთვის არცალეთ. აი ესეც ძალიან ხშირად ახდენს გავლენას მეტყველების განვითარებას. თუმცა მეტყველების განვითარებაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვადასხვა პათოლოგიებმა, სხვადასხვა თანდაყოლილმა ანომალიებმა. არის ხოლმე ხო, როდესაც ბავშვი იბადება გარკვეული თანდაყოლილი ანომალიებთან. ფართოდ ცნობილია ხა სასის ნაპრალი, რომელსაც მგლის სასას უწოდებენ პოპულარულ ენაზე, ასე ვთქვათ, როდესაც თვითონ სამეტყველო აპარატი არ არის ანატომიურად სწორად განვითარებული და ასევე ხშირად კურდღლის ტუტს ეძახდნენ ადრე ზედატუჩის ნაპრალი, რომელიც ხელს უშლის ფორმირებას მეტყველების. ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც მეტყველების გავლენაზე განვითარებაზე ასევე გავლენას ახდენს თანკბილვა. არასწორი თანკბილვა ზოგჯერ იწვევს მეტყველების გარკვეული ტიპის დარღვევებს. ენობრივად და ინტელექტუალურად ეს არ ახდენს განვითარებას, მაგრამ ფონაციაზე, არტიკულაციაზე ახდენს გავლენას და ზოგჯერ შეიძლება ეს იყოს მეტყველების გარკვეული დარღვევის მიზეზი. ასე რომ მეტყველების დარღვევის მიზეზი მრავალფეროვანია ეს. აი თქვენ ზემოთ ახსენეთ, რომ ხშირად მშობლებს უხარიათ, როცა ამბობენ, რომ სხვადასხვა უცხო ენებს ფლობენ ბავშვები, რამდენიმე სიტყვას. ესეც რამდენად შეიძლება იყოს ერთ-ერთი რისკ ფაქტორი, რომ გავლენა მოახდინოს ბავშვის მეტყველებაზე, ანუ ახდენს თუ არა ზეგავლენას, თუნდაც რომ ვთქვათ სიტყვები აურიოს ერთმანეთში ქართულად, ვთქვათ
ერთი სიტყვა თქვას წინადადებაში, თქვათ ინგლისურად მეორე და ასე შემდგომ. ანუ ესეც არის თორე ერთ-ერთი რისკ ფაქტორი. ნამდვილად ესეც არის ერთ-ერთი რისკ ფაქტორი. ხშირ შემთხვევაში ბავშვები იბნევიან, როდესაც მეტყველებენ სხვადასხვა ენაზე, როდესაც სხვადასხვა ენაზე მეტყველების დროს არ იბნევიან თუ სიტყვას ერთ კონკრეტულ კონტექსტში ისმენენ ერთ ენას, აი შერეული ოჯახები როა, ან მეორე წინადადებას ისმენენ სხვა ენაზე. ამ დროს თითქოს ცოტა კიდე უფრო არაუშვეს, მაგრამ როცა ერთ წინადადებაში იყენებენ სხვადასხვა ენას და ოჯახის ყველა წევრი ამას არ იყენებს, ზოგი ქართულად საუბრობს, ზოგი სხვადასხვა უცხოურ ენაზე, ამ შემთხვევაში ხშირად იბნევიან ბავშვები, ვერ აყალიბებენ წინადადებებს სწორად და ესეც ახდენს გავლენას. აი დღესაც ვყავდა ესეთი ბავშვი, რომელიც ქართულენოვანი ოჯახიდან იყო, ათამაშებდა ავტობუსს, წიგნი ავტობუსის ფორმა იყო და ეს არის ბასები. ეს არის ბასები. ვერ მიშნით ქართულად ლაპარაკობდა, თავის ენაზე ლაპარაკობდა. თურმე აღმოჩნდა, რომ იხმარობს ინგლისურ სიტყვა ბას, ოღონდ მრავლობითი ნახეთ რა გააკეთათ, ინგლისურად კი არ იხმარა მრავლობითი ფორმა. ქართული ები დაუმატა, ანუ გადმოა ქართულად და ქართული მრავლობით რიცხვში გადაიყვანა ქართულად. ამა რა თქმა უნდა დაარღვია. ეხლა ეს ერთი მაგალითია, მაგრამ რომ ჩავშალოთ ამ ბავშვთან ძალიან ბევრ ესეთ სიტყვას ვიპოვით, როდესაც ფუძეს ხმარობს ინგლისურს და მაგალითად მრავლობითი ფორმირების დროს ხმარობს ქართულ დაბოლებებს. ეს კატასტროფულად ურევს ხოლმე მეტყველებას და ძალიან და ამას რომ მიეჩვევა ასეთ მეტყველებას, ძალიან რთულია მე ამის დაალაგება და კომუნიკაციას უქმნის პრობლემას. ეხლა ძალიან რთულია გაიგო რას გულისხმობს, ხო, როდესაც ფუძე, თავი და თავსართი და ბოლოსართი არეულია სხვადასხვა ენებში. ამიტომ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ მეტყველების განვითარების შეფერხება, ასეთ ოჯახებს მოუწოდებთ, თუნდაც შერეული ოჯახი იყოს, რომ შეეცადონ ოჯახში ისაუბრონ ერთ კონკრეტულ ენაზე. თქვენ ზემოთ საკმაოდ ასაკობრივი ზღვრების მიხედვით ახსენეთ სხვადასხვა ტიპის დარღვევები. აი ამ დროს უკვე როცა მშობელი აღმოაჩენს, ვის უნდა მიმართოს დიაგნოსტიკისთვის და როგორ ხდება დიაგნოსტიკა. ხო, აი აღნიშნე ის, რომ ამ გარკვეულ იმას პირველ რიგში მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება და რატომ მქონია ესეთი შემთხვევები, როდესაც მოდის მშობელი და გვეუბნება, იცი რა, მე დამყავდა სისტემატურად პედიატრ და ნეტა დროზე აღმოეჩინა და ნეტა ეთქვა. ხშირ შემთხვევაში თქვენ რომელ პედიატრს ამბობთ, პედიატრთან, რომელთანაც ბავშვი მიყავდათ, როდესაც მაღალი სიცხე ჰქონდა, როდესაც ცხველება ჰქონდა, როდესაც ცუდად იყო და ამ დროს პედიატრი შეგიფასებდათ მის მეტყველების განვითარებას, ვერ შეგიფასებდათ, იმიტომ რომ ბავშვი ცუდად იყო და სულაც არ ქონდა ხალისი, რომ კომუნიკაცია და დაემყარებინა ექიმთან და რაღაც დიალოგში შესულიყო. მე შეიძლება გამოჯამთელდა და 10 რაზეც მიიყვანეთ იმ ექიმთან, მაგრამ ბავშვს ახსოვს ის ცუდი მოგონება და სულაც არ ჩაერთო ექიმთან კომუნიკაციაში და პედიატრმა მისი შეფასება ვერ მოხდა. აი თქვენ, მშობელმა პირველ რიგში თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, თუ რამდენად ამყარებს თქვენი შვილი თქვენთან კომუნიკაციას. ოღონდ ყურადღება უნდა მიაქციოს არა მარტო მეტყველების და ენის განვითარებას, არამედ ისედაც კომუნიკაციას როგორ ამყარებს. შეიძლება არავერბალური კომუნიკაცია დაამყაროს, მაგრამ ის დაამყაროს არაადეკვატურად. იქაც კი გარკვეული დახმარება დაჭირდება, მაგრამ უფრო რთული შემთხვევებია, როდესაც არავერბალურ კომუნიკაციასაც არ ამყარებს ბავშვი და დედა ერთმანეთს შორის, როდესაც თითქოს სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ, ხო? არ შემოდის ბავშვი დედასთან კომუნიკაციაში. ამიტომ ეს პირველ რიგში შესამჩნევი უნდა იყოს მშობლისთვის და სწორედ მშობელი უნდა იდგეს პირველ რიგში ამის სადარაჯოზე. და როდესაც მსგავს პრობლემა შეამჩნევს, უნდა მიმართოს პედიატრს, კი ბატონო, ეს თავის ძირითად ექიმს, რომელთანაც უნდა განიხილოს ეს საკითხი, თორემ ისეთ კი არა, ეხლა ნახოთ პედიატრი თუ შეამჩნევს, შენ უნდა თქვა მშობელმა რა პრობლემებს წააწყდა და მერე პედიატრი განსაზღვრავს იმას, რომ მართლაც არიან ბავშვთან პრობლემები, ან შეიძლება ზოგჯერ პედიატრი ბოლომდე ვერ გაწვდეს და ვერ ჩაუღრმავდეს ამ ღრმეებს განვითარების შეფერხებისას და შეიძლება მერე საჭირო ჩათვალოს და გადაამისამართოს ვიწრო სპეციალისტთან, ეს იქნება ბავშვთა ნევროლოგი, ზოგჯერ ბავშვთა ნევროლოგი ვრთავთ სხვა სპეციალისტებს და ზოგჯერ ბავშვთა ნევროლოგებიც ვერ ვუმკლავდებით ამას და ზოგჯერ უკვე ბავშვთა ფსიქიატრების ჩართვაც ხდება მოგვიანებით, რომ კიდევ უფრო დიფერენცირებულად მოხდეს ბავშვის შეფასება და მერე შესაბამისად სწორი დიაგნოზის დასმა. მთავარი არის, რომ მშობელს არ უნდა შეეშინდეს შეკითხვის დასმის და უნდა დროულად თუ კითხვა გაუჩნდება, უნდა მიმართოს პირველ რიგში მის ოჯახის ექიმს და მერე
მერე თუ საჭირო გახდება სპეციალისტი. რა თქმა უნდა, შეუძლია პირდაპირ სპეციალისტსაც მიმართოს, მაგრამ უფრო სწორი და მისად მიმართულია, რომ ეს საფეხურებრივად გაიაროს. და პირველ რიგში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ უნდა შერწყოს შეკითხვის დასმა ექიმთან. აი შემდეგი კითხვა უკვე ალბათ თერაპიული მიდგომებთან იქნება დაკავშირებული მას შემდგომ, რაც სპეციალისტი დასვავს დიაგნოზს, ბავშვს აქვს მეტყველების განვითარების შეფერხება, როგორ ხდება უკვე ბავშვის ყოველდღიურობა და ბავშვთან ერთად მშობლის ყოველდღიურობა. კი, რა თქმა უნდა, თანამედროვე თერაპიული მიდგომები, სადაც გულისხმობს მულტიდისციპლინარული გუნდის ჩართულობას. ეხლა აქ იგულისხმება, რომ როდესაც ექიმი შეაფასებს ბავშვის მდგომარეობას, უნდა გამოირიცხოს სხვა ისეთი პათოლოგიები, როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ხო, ეხლა თუ არის ანომალია, თუ X ოპერაციო, აი სიტყვაზე ამბობის რბილის ასაზე და ტუჩის ნაპრალი და ისეთი ანატომიური დარღვევები თუა, იქ რა თქმა უნდა, ამის ამართებენ ქირურგთან და ხდება პლასტიკური ქირურგების ჩართვა და ამ ანატომიური დეფექტის გამოსწორება. მაგრამ თუ ეს ყველაფერი მოხსნილია და ანუ ანატომიურად ბავშვის სამეტყველო საარტიკულაციო აპარატი კარგად არის განვითარებული და პრობლემები ამ მხრივ არ ექნება, რა თქმა უნდა, ამის მერე უკვე თერაპიაში ერთვება მულტიდისციპლინური გუნდი სხვადასხვა თერაპევტების სახით. ეს იქნება მეტყველების თერაპევტი, რომელიც ბავშვის მეტყველების განვითარებას წარმართავს ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად, იქ იწყებს არტიკულაციაზე მუშაობას, სიტყვათა მარაგის გამდიდრებაზე, გრამატიკული შეცდომების გათავისებაზე და სწორად წარმართვაზე. შემდეგ იწყებს ამ დაგროვილი ბგერებიდან სიტყვების შენებას, სიტყვებიდან წინადადებების შენებას და მერე კონკრეტული სიტყვათა მარაგის გამოყენებას კონკრეტულ სიტუაციაში როგორ გამოიყენოს და როგორ გამოხატოს თავისი აზრები. ასეთვე ძალიან მნიშვნელოვანია მულტიდისციპლინარულ გუნდში ფსიქოლოგის ჩართულობა. როდესაც არის მეტყველების დარღვევა, იქ რა თქმა უნდა ბავშვის ფსიქოსოციალური და ფსიქოემოციური სტატუსიც ირღვევა და ამ დროს ფსიქოლოგი ეხმარება ზუსტად ბავშვის თვითშეფასების ამაღლება უნდა მოხდეს, ბავშვმა უნდა თავი კომფორტულად იგრძნოს და ხელი შეუწყოს ფსიქოლოგმა ბავშვის კოგნიტიურ განვითარებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ასეთი ბავშვის მკურნალობაში ჩართული იყოს ფიზიკური თერაპევტებიც, რომლებიც ბავშვში განავითარებენ წვრილ მოტორიკას. წვრილ მოტორიკაში შეეგულისხმება ხშირად ბავშვები, რომლებსაც აქვთ მეტყველების დარღვევების შეფერხება და მეტყველების დარღვევების შეფერხება, ხშირად ასევე აქვთ წვრილი ნატიფი მოტორული უნარების დეფიციტი. უჭირთ თასმების შეკვრა, უჭირთ ღილების შეკვრა, უჭირს აი წვრილი სათამაშოებისგან რაღაც პაზლების აწყობა. არა და ნატიფი მოტორიკის განვითარება და მეტყველების განვითარება ძალიან დიდ კავშირშია ერთმანეთთან, თვითონ ანატომიურადაც ტვინში ხელების ფუნქცია და ენის ფუნქცია საკმაოდ ახლო ცენტრებშია თავის ტვინში განლაგებული და ამიტომ ერთი უბნის გააქტიურება თავისთავად იწყებს მეორე უბნის გააქტიურებას და ხშირად ფიზიკურ თერაპევტებსაც ვრთავთ აი ამ მულტიდისციპლინურ გუნდში, ასევე კოორდინაციის გაუმჯობესებაზე მუშაობენ ფიზიკური თერაპევტები. და ძალიან მნიშვნელოვანია სენსორული თერაპიის ჩართვა ხოლმე მე აი ამ ტიპის დარღვევების დროს ხშირად ეს უფრო ისეთ ბავშვებს ეხებათ, რომლებსაც მეტყველების განვითარების შეფერხებასთან ერთად აქვს ქცევითი დარღვევები, კომუნიკაციის დარღვევები, როდესაც არის ჰიპერაქტიულობა, ან აი სენსორული შეგრძნებების დარღვევა, დისბალანსი, როცა სენსორულ შეგრძნებებში, აი ამ დროს სენსორული თერაპევტების ჩართვაც ძალიან გვეხმარება ძირითადი პრობლემის დაძლევაში და აი ამ მულტიდისციპლინარული გუნდის მიდგომით იდგება ინდივიდუალური გეგმა თითოეულ ბავშვს ვის რომელი რა სფეროში უფრო უჭირს, რა სად უფრო მეტად სჭირდება დახმარება, როგორი ტიპის დახმარება სჭირდება, აი ამისთვის იქმნება ინდივიდუალური გეგმა, მუშაობა მიმდინარეობს ამ გეგმის ირგვლივ და ხდება ხოლმე ამ გეგმის გადახედვა, აი რას მიაღწია, რა ნაბიჯი გადაიდგა წინ, სად ვერ გადაიდგა ნაბიჯი და რომელი კუთხით უფრო უნდა გაძლიერდეს თერაპიები, მუდმივი მონიტორინგი ხდება ბავშვების განვითარებაზე და სწორედ ამიტოა გამართლებული მულტიდისციპლინური გუნდით მსგავსი პრობლემების მოგვარება. ეს არის ძირითადი ის თერაპიული მიდგომები, რასაც დღევანდელი თერაპიული მიდგომები ითვალისწინებს ასეთი დარღვევების დროს.
ალბათ მშობლების როლი საკმაოდ დიდია. და ხო, ეხლა თერაპიული კურსის არჩევლება ცენტრში გაიაროს, მშობელსაც გარკვეული როლი აქვს, რომ ყოველდღიურობაში იყოს ჩართული. დიახ, აბსოლუტურად სწორი შენიშვნა. იმასთან დაკავშირებით, მშობელი უნდა იყოს მნიშვნელოვნად ჩართული და უკვე კავშირი უნდა ხდებოდეს მშობელს და სპეციალისტს შორის. თერაპევტი აუცილებლად აძლევს დავალებებს, აუცილებლად აძლევს მითითებებს მშობელს თუ როგორ უნდა განაგრძოს მშობელმა შემდგომ სახლში ამ ბავშვის მეტყველების განვითარების სტიმულაცია. თუ ეხა მარტო თერაპიებზე ვატარეთ ბავშვი და შემდეგ სახლში კომუნიკაცია შეწყვეტეთ და ისევ გაჯეტებს მივაჯაჭვეთ, ან ისევ არ დავამყარეთ ბავშვთან მჭიდრო ვერბალური და არავერბალური კავშირი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ის თერაპიები არ იქნება საკმარისი, რომ სრულყოფილად აღდგეს ის დისფუნქცია, რაც კონკრეტულ ბავშვს აქვს. ამიტომ მშობელი უნდა იყოს მომართული იმისკენ, რომ მან ძალიან დიდი როლი უნდა შეასრულოს ამ თერაპიის სწორად წარმართვაში და მანაც ბევრი რამ უნდა ისწავლოს თერაპევტებისგან ამ დროს. საბოლოოდ რა შევაჯამოთ, რა რჩევებს და რეკომენდაციებს მისცემთ მშობლებს, ეტაპობრივად კი ვისაუბროთ, რომ პირველ სადარაჯოზე მშობლებიდან, უბრალოდ თვითონ მშობლების მხრივადაც ხნეობა და ასე რა ვთქვათ, გამძლეობის მხრივ რას ურჩევდით, რომ მეტად ენერგიულად შეეჭიდრონ მსგავს სიტუაციებს. პირველ რიგში მშობელს ვურჩევ რას, რომ არ დაიშურონ მოფერება, გავიანთი შვილების ჩაღუტება და არასდროს ბავშვის მიმართ სიყვარულის გამოხატვა არასდროს არ უნდა მოთოყონ. არის ბევრი მშობლისგან ჯერ კიდე არის შემორჩენილი ის, რომ ძალიან არ მინდა ჩავეხუტო, რომ არ გავაფუჭო, ძალიან არ მინდა მოვეფერო, რომ არ გავაფუჭო. დიდი ხანია უკვე ეს დამტკიცებულია და შეცვლილი ამ ხრივ მიდგომა, რომ ჩახუტება, მოფერება და სიყვარული არასდროს ზედმეტი არ არის. პირველ რიგში ის, რომ გამოხატონ თავიანთი შვილის მიერ სიყვარული, არა მჯერა იმას კი არ ვამბობ, რომ რომელიმე დედაშვილი არ უყვარს და რომელიმე მამაშვილი არ უყვარს. ეს რა თქმა უნდა, ესია და ამას ჩვენ ვერაფერით ვერ ავამაღლებთ ისედაც ამაღლებული გრძნობა, მაგრამ არ უნდა მოერიდოთ პირველ რიგში ის, რომ გრძნობები, თავისი გრძნობები გამოხატონ შვილის მიმართ და აგრძნობიონ თავიანთ შვილებს მათი მხარდაჭერა. ბავშვები თავის განვითარებაში ბევრ სირთულეებს გადიან, რომელიც მე უკვე დიდობაში არ ახსოვთ და არ აკეთებენ ამაზე აქცენტს, მაგრამ ბავშვის განვითარებაც ბევრ სტრესთანაა დაკავშირებული. ტიპურ შემთხვევაშიც კი და მით უმეტეს თუ გარკვეული შეფერხებებია და როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ რაღაც ისე ვერ მიდის როგორც სხვა მის თანაკლასელებში თუ თანამტოლებში, ეს ბავშვი იწვევს სტრესს და სწორედ აქ უნდა მიეხმაროს მშობელი, სწორი რჩევა მშობლის ბავშვის მიმართ და მათი თანადგომა ბავშვების გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს და პირველ რიგში მშობლებს ვურჩევდი, რომ დადგნენ ბავშვების გვერდით და დადგნენ ბავშვებთან ერთად აი ამ ცხოვრებით და გაიუმჯობესონ ამითი თავიანთი სიცოცხლის ხარისხი და ბავშვის სიცოცხლის ხარისხი. აი ამას ვურჩევ პირველ რიგში მშობელს და დანარჩენი უკვე მიყვნენ, თუ პრობლემა აღმოჩნდება, მიყვნენ იმ თერაპევტების და იმ სპეციალისტების რჩევებს, რომელთა დახმარებაც შეიძლება დაჭირდეთ, შეიძლება არ დაჭირდეთ, მაგრამ თუ კი დაჭირდებათ, ესეც გაიანონ ბავშვებთან ერთად თანადგომით. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თამარ, ესეთი საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციის გაზიარებისთვის. ვფიქრობ, რომ ალბათ მშობლებისთვის ერთ-ერთი საჭირო თემა, რომელიც ყოველდღიურობაში გამოადგებათ თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობის დროს. მადლობა თქვენს კიდევ ერთხელ, რომ ესეთი საინტერესო თემა გაშალეთ და ვფიქრობ, რომ პატარა წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ მშობლებს გარკვეული ინფორმაცია მივაწოდოთ, როდის დადგნენ სადარაჯოზე. მადლობა, რომ გვისმენდით და გვიყურებდით. მე კი გემშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათამდე.